მოგესალმებით ყველას. ეს ჩვენი ამ ციკლში ბოლო ლექცია არის და მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ მოვახდინო, ასე ვთქვათ, დასკვნა, შეჯამება, რაც აი ამ 15 კვირის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა მეცნიერების ლექციების საშუალებით. ესე იგი, ჩვენს კურსს ერქვა როგორ შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო და შესაბამისად მე დავიწყებ ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, მარტივით, რომ ჩვენ როდესაც თუ კარგად იქნება ცა, არ იქნება მოღრუბლული, მაშინ შეგვიძლია ცაზე დავინახოთ აი ესე ვთქვათ, ჩემს კურსორს ხედავთ ალბათ, ესეთი ბუნდოვანი, როგორც ბუდოვანი, რომელსაც ქვიან ირმის ნახტომი და ეს არის ჩვენი გალაქტიკა, ეგრეთ წოდებული ჩვენი სახლი. თუმცა შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ ჩვენ არაფრით განსხვავებულები არა ვართ სხვა მრავალი ვარსკვლავისგან, რომელიც არის ჩვენს გალაქტიკაში და უფრო მეტიც ჩვენ ვართ, ჩვენი მდებარეობა არის არამცთუ რაღაცაირად სპეციფიკური, უბრალოდ პერიფერიულიც კი. აი აქ არის დაჩვენები ცენტრალური ნაწილი ჩვენი გალაქტიკის, სადაც მოთავსებულია მზე, ჩვენი ვარსკვლავი მზე და ასევე არის ფაქტიურად ჩვენ ვხედავთ, რომ არის არაერთი სპირალი ამის გარშემო, ამ სპირალებზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებ სულ რამდენიმე წუთში. პირველად რაც უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ სამყარო აღვიქვათ, უნდა გავიგოთ ის, რომ სინათლის გადაცემა არ ხდება მყისიერად და რაღაც გარკვეული დრო სჭირდება ნებისმიერი ობიექტიდან ჩვენამდე მოსვლას. ასე მაგალითად მზიდან სხივი რომ მოვიდეს ჩვენთან, მას 8 წუთი და 20 წამი სჭირდება. ესე იგი, პრაქტიკულად ჩვენ როდესაც ვხედავთ მზეს, ამ მზეს ვხედავთ ისეც, როგორიც იყო ის 8 წუთის წინ. ასევე თუ კი ჩვენ დავაკვირდებით ერთ-ერთ მნათ ვარსკვლავს სირიუსს, ის ჩვენგან მდებარეობს 8 და 6 წლის დაშორებით, სინათლის წლის დაშორებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ წარსულში ვხედავთ მას. ერთ-ერთი უახლოესი ნისლეული, ორიონის ნისლეული, ჩვენგან დაშორებულია 1344 წლით. ესე იგი, პრაქტიკულად ჩვენ იმ დროს ვხედავთ დღეს, რომელიც ჩვენთან იყო შუა საუკუნეებში. იგივე არის დიდი მაგელანის ღრუბლები და მათთა მანძილი არის 158,000 კილომეტრი და ყველაზე უფრო ახლოს ჩვენს გალაქტიკასთან მყოფი ანდრომედას გალაქტიკა ჩვენგან დაშორებულია 2,5 მილიონი წლით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ იმ მოვლენას, რომელიც ფაქტობრივად ქონდა ადგილი 2,5 მილიონი წლის წინ, როდესაც არც ცივილიზაცია იყო დედამიწაზე. ყველაზე უფრო განსაკვირია, რომ ჩვენ დღესდღეობით გვაქვს დაკვირვებები განხორციელებული, აი აქ სქემა ცხრილის სახით მოცემულია, ყველაზე შორი ობიექტები და ყველაზე დღესდღეობით დამტკიცებულად ყველაზე შორეული ობიექტი, ეს არის დაშორებული ჩვენგან 38,8 მილიარდი სინათლის სიჩქარეზე, ესე იგი, სხივს დასჭირდებოდა, რომელიც მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობს 38, თითქმის 34 მილიარდი წელიწადი. ახლა ეს სხვათა შორის შეიძლება იყოს გაურკვევლობის მიზეზი, რომელთანაც მე სპეციალურად დაწვრილებით
გავჩერდები, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ სამყაროს ასაკი არის მხოლოდ და მხოლოდ 13 მილიარდ 800 მილიონი წელი. გამოდის, რომ სხივი ჩვენამდე იმ შორეული galaktikიდან მოდის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვიდრე თავად სამყარო არსებობდა. ეს არის ერთ-ერთი პარადოქსი, უпростоრედ მას აქვს კვლავ ახსნა ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში და სპეციალური ფარდობითობის თეორიის ფარგლებში. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ ლექციების დროს გახსოვთ თუ რა იყო სპეციალური ფარდობითობის თეორიის საფუძვლები, მაგრამ მაინც შეგახსენებთ ამ ყველაფერს. ესე იგი, ჩვენ ვთქვით, რომ სამყაროს ასაკი არის 13.800 მილიონი წლის, აი ეს არის ესე ვთქვათ დასაწყისი არის დღევანდელი დღე არის მდებარეობს აქ და სხვადასხვა მომენტში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ფიზიკური პროცესები და როდესაც სამყარო იყო უკვე გადააჭარბა 13 მილიარდ წელს, ამ შემთხვევაში უკვე ხდება წარმოქმნა პირველადი ვარსკვლავების და შემდეგ ესე ვთქვათ ხდება უკვე ნისლეულების და შემდგომ უკვე galaktikების წარმოქმნა. ამ თითოეულ ეტაპზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ შემდგომში. ახლა რამდენადაც არ უნდა გვიკვირდეს ლოგარითმულ მასშტაბში ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მთელი სამყარო როგორც ერთი ვთქვათ სფერო და ამ სფეროს ცენტრში ვდებარებთ ჩვენ მაშინ როდესაც სხვა რაც უფრო კიდესთან არის მიტყუპული ეს galaktikები მით უფრო ნიშნავს რომ ჩვენ წარსულს ვაკვირდებით თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს არ არის უბრალოდ ნახატი ეს ფიგურა თუ გრაფიკი თუ სურათი არის გაკეთებული დაყრდნობით კოსმოლოგიური ასტროფიზიკური დაკვირვებების საშუალებით. ახლა რაც შეეხება სამყაროს ცნებას, სამყაროს ცნებაც არის საკმარისად თავისებური, იმიტომ რომ საერთოდ როგორც მათემატიკაში ვიცით, ყველაზე უფრო იოლი ცნება, ყველაზე უფრო რთული განსამარტავია. და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი ტიპის სამყარო, ერთი იქნება ესე ვთქვათ მათემატიკური სამყარო და ფიზიკური სამყარო. ახლა რაში მდგომარეობს მათ შორის ესე ვთქვათ დიდად განსხვავება, რომ მათემატიკური სამყარო არის აბსოლუტურად ესე ვთქვათ მარტივი და უკაცრავად გაცილებული ვარ. და რომ წარმოვიდგინოთ ეს სამყარო, შეგვიძლია ვთქვათ დაუშვათ, რომ აი გვაქვს ჭადრაკის დაფა, ჭადრაკის ერთ უჯრედზე დავდეთ ერთ მარცვალს, შემდეგ ორ მარცვალს და ასე ორ-ორჯერ გავსდით. და ძალიან მალე მოხდება ის, რომ ჩვენ ელემენტარულად გადავცდებით მილიონს, შემდეგ უკვე მილიარდს და ასე შემდეგ. და პრინციპში თუ ჩვენ მოგვიდება ვთქვათ, ყველა მარცვლის ერთად შეკრება, დედამიწაზე საერთოდ ამდენი მარცვალიც არ არსებობს. ესე იგი, პრაქტიკულად უსასრულობა მათემატიკურ სამყაროში მიიღწება საკმარისად სწრაფად. კომპიუტერი გამეჭედა. უკაცრავად. კარგით. ერთი წამით. არ ვიცი რა ხდება. ერთი წამით კიდევ ტექნიკური შეფერხება მაქვს.
ბოდიშს მოგიხდით. ჩემი ხმა ხო გესმით? გესმით ჩემი ხმა თუ არა? ჩემი ხმაც არ გესმით. დიახ, ისმის. ისმის ხო? კი, კი. რაღაც შეფერხებას აქვს ადგილი. ერთი წამით. ესე იგი, პრაქტიკულად უსასრულობას აქვს ის მომენტი, როგორც ვიცით მათემატიკაში, რომელ რიცხვზეც არ უნდა გავყოთ, კვლავ, ასე ვთქვათ, უსასრულობას მივიღებთ. სხვა შორის ეს სლაიდი მე ავიღე მათემატიკოსის კენ კასტელოს წიგნიდან, რომელიც ერთმანეთს ადარებდა მათემატიკურ უსასრულობას ფიზიკურ უსასრულობასთან. და აქ მას მოყავს ძალიან საინტერესო მაგალითი. ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, თქვენი ეკრანი არ ჩანს და ის ხაროზის გამო არის თუ? უკაცრავად კვლავ დიდი ბოდიში. ეხლა ჩანს იმედია, ხო? დიახ, კი, ჩანს. დიდი ბოდიში, ესე ვთქვათ. სლაიდებიც ჩანს, ხო? კი, ჩანს. ესე იგი, აი ამაზე ვსაუბრობდით, რომ მათემატიკურად თუ წარმოვიდგენთ უსასრულობას, რაც პრაქტიკულად ჩვენი სამყაროს აღქმა არის, მაშინ შეგვიძლია ძალიან სწრაფად მივაღწიოთ ამას, თქვათ, რიცხვების საშუალებით და თუ კი ავიღებთ უსასრულობას და ნებისმიერ რიცხვზე გავყავთ, არასოდეს ყოველთვის ისევ კვლავ უსასრულობას მივიღებთ და აი ეს მათემატიკოსი კენ კოსტელო სამყაროს მათემატიკურს და ფიზიკურს ერთმანეთისგან განსხვავებს შემდეგი ნიშნის მიხედვით, რომ მათემატიკური სამყარო ეს არის რაღაც ძალიან მკაცრი კანონზომიერებით დალაგებული სისტემები, მაშინ როდესაც ფიზიკური სამყაროში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შემზღუდავი პირობები, იქნება ეს სასაზღვრო პირობა თუ საწყისი პირობა. ახლა რაც შეეხება არის თუ არა ჩვენი სამყარო უსასრულო. იმისთვის რომ წარმოვიდგინოთ უსასრულო სამყარო, ამისთვის ალბათ შეუძლებელია მხოლოდ სამგანზომილებიანი სამყაროს ფარგლებში სამი სივრცული კოორდინატის საშუალებით წარმოვიდგინოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ რაღაცა ობიექტი, არის აბსოლუტურად ბრტყელი, ორგანზომილებიანი და მდებარეობს სფეროს ზედაპირზე. ამ შემთხვევაში, სადაც არ უნდა გადაადგილდეს ეს ობიექტი, მისთვის არ იქნება ზღვარი. მიუხედავად ამისა, თუ კი ჩვენ ამ ორგანზომილებიან სფეროს შევხედავთ როგორც სამგანზომილებიანში ჩადებულს, მაშინ ბუნებრივია იქნება მისი საზღვარი. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო არის უსაზღვრო, ესე იგი არ გააჩნია მას საზღვარი, თუ კი გავითვალისწინებთ დროს, მაგრამ ამავე დროს სასრულია თავისი მოცულობის მიხედვით. თავად რას ნიშნავს უსასრულო მოცულობა და რა მანძილია სამყაროში, რამდენიმე ხანში ჩვენ ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. პირველი შეკითხვა არის, როგორ აღწეროთ სამყარო და სხვათა შორის ეს სივრცე და დროის ცნება, რომელიც არის ყველაზე მარტივი ცნებები მათემატიკაში და ფიზიკაში, გასამარტავად ყველაზე უფრო რთული არის და ამის ცნება უკვე უკავშირდება მითოლოგიასაც, დროის ცნებას გადიხილავდა ისეთი ფილოსოფოსები, როგორიც იყო პლატონი, არისტოტელე
და უკვე შუა საუკუნეებში გალილეოს მიერ ხდება ეგრეთ წოდებული მექანიკური ფორმალური სამყაროს შემოყვანა და აბსოლუტური დროითი მახასიათებლები ნიუტონის ფიზიკაში არსებობს, მაშინ როდესაც უკვე აინშტაინის ფარდობითობის თეორიის საფუძველს წარმოადგენს, რომ დრო არის ფარდობითი ცნება და სხვადასხვანაირად გადიბარდება სხვადასხვა სისტემაში. ახლა რაც შეეხება როგორ წარმოიქმნა სამყარო, ჩვენ თუ დავუკავშირდებით, თქვა ძველ ბერძნებს ან სხვა ცივილიზაციების ასე ვთქვათ, მითოლოგიას გავეცნობით, მივხვდებით, რომ არსებობს არაერთი მითი, თუ როგორც წარმოიქმნა სამყარო, იქნება ეს როგორც ჩინური, ინდური, იაპონური მითები, ასევე ამერიკის ასკეტების მიერ წარმოდგენილი, ან ვთქვათ, იგივე ეგვიპტური, ან ევროპული მითოლოგიის საფუძველზე. ყველაზე საინტერესოა, რომ ცნება ქაოსის, რომელიც გვხვდება პრაქტიკულად ყველა მითში, დღევანდელი დღით არის ესე ვთქვათ, სწორი წარმოსადგენი თუ საიდან დაიწყო სამყარო. ესე იგი, ქაოსი არის, ესე იგი, რაღაცა სისტემა, რომელიც არ არის მოყვანილი წესრიგში, მაგრამ დროის განმავლობაში თავად ხდება მისი კანონზომიერების აღუდგენა და ხდება, ასე ვთქვათ, სამყაროს იმ სტრუქტურების წარმოქმნა, რომელსაც დღეს ჩვენ ვაკვირდებით. ეს ქაოსის ცნება უკავშირდება თანამედროვე ფიზიკაში აგრეთვე ადრეულ სამყაროს. ვისაც ესე ვთქვათ, ჩვენ უნდა ვუმადლობდეთ მეცნიერებს სივრცის განმარტების თვალსაზრისით, ეს არის კანტი, რომელმაც შემოიყვანა აპრიორული სივრცის ცნება, მე ლეიბნიცმა შემოიყვანა უკვე სივრცე, რომელიც იქნებოდა ბიბული ობიექტზე და ნიუტონმა შემოიყვანა ეგრეთ წოდებული აბსოლუტური სივრცე. რაც შეეხება უფრო გვიანდელ წარმოდგენას და ის, რომ სივრცე არ არის აბსოლუტური, უკვე ხდება ჩვენ ლორენცის პუანკარეს, მინკოვსკის და ალბერტ აინშტაინის შრომებში. ესე იგი, პირველ რიგში ნახოთ რა არის ეს სამგანზომილებიანი სამყარო. სამგანზომილებიანი სამყაროში არსებობს, ესე ვთქვათ, სამი კოორდინატი, რომელიც სრულად აღწერს წერტილის მდებარეობას. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა სიკვდილზე წარმოვადგინოთ ეს სამგანზომილებიანი სამყარო სფერული სიმეტრიის თვალსაზრისით, აქ არის წარმოდგენილი სფერო და ყველაზე საუკეთესო და მარტივი მაგალითი არის გლობუსი. თუ კი ჩვენ ახლა შევეცდებით ეს გლობუსი რაღაცა რუკის სახით წარმოვადგინოთ, მაშინ ესე იგი დავიდახავთ იმ ჩვენთვის ცნობილ, ვთქვათ, დედამიწის რუკას. ზუსტად ასევე, როგორც დედამიწის რუკა, ხდება აღდგენა უკვე სამყაროს რუკების. ახლა, რაც შეეხება კოორდინატთა სისტემას, არსებობს ორი ტიპით განსაზღვრული კოორდინატთა სისტემა, რომელიც ექვემდებარება მარჯვენა და მარცხენა წესს და იმის და მიხედვით თუ როგორ იქნება მიმართული Z ღერძი, ამის მიხედვით ჩვენ განვასხვავებთ მარცხენა ან მარჯვენა სისტემებს. არაევკლიდური გეომეტრია. ევკლიდური გეომეტრიის ყველაზე, ესე ვთქვათ, მარტივი ფორმულირება შეიძლება მოხდეს შემდეგნაირად, რომ ორი პარალელური წრფე არასოდეს არ კვეთს ერთმანეთს, ასევე სამკუთხედის შიგაკუთხეების ჯამი ყოველთვის 180 გრადუსის ტოლია. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გინდათ გაავლოთ წრფე, მაგრამ გაავლოთ წრფე არაფრთხელ ზედაპირზე, მაგალითად უნაგირის ტიპის ან სფეროს ტიპის ზედაპირზე. მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ ორი პარალელური წრფე სავსებით შესაძლებელია ერთმანეთს კვეთდეს და აგრეთვე სამკუთხედის შიგაკუთხეების ჯამი 180 გრადუსისგან განსხვავებული იქნება. ამის მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჰიპერბოლური
ესე ვთქვათ, სიბტყეები ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ელიფსური სიბტყეები და ბუნებრივია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აგრეთვე ბრტყელიც, რომელიც ევკლიდური გეომეტრიის სახით არის. ახლა იმის და მიხედვით, ესე იგი, სამყაროს უბრალოდ გეომეტრია არის არაბრტყელი და ეს პირდაპირ უკავშირდება უკვე ზოგად ფარდობითობის თეორიას, რომელიც გვეუბნება, რომ თუ სადმე გვაქვს ჩვენ ნებისმიერი ენერგია, იქნება ეს მასა თუ ენერგია, მაშინ ეს გამოიწვევს სივრცის გამრუდებას და პირიქით თუ ჩვენ გვაქვს სივრცის გამრუდება, ესე იგი სადღაც არის ენერგია ან მასა. და ევკლიდური გეომეტრია არის სამართლიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ვაკუუმური სივრცე, სადაც არ არის არც ენერგია და არც მასა. ამ მხრივ შეგვიძლია განვასხვაოთ სფეროს გეომეტრია, რომელიც როგორც თქვით იქნება დადებითი სიმრუდით, ეს იმას ნიშნავს, რომ სამკუთხედის შიგაკუთხედის ჯამი 180 გრადუსზე მეტი იქნება, ან პირიქით უარყოფითი სიმრუდე, რაც შეესაბამება უნაგირის ტიპის ზედაპირს. და ამ შემთხვევაში შიგაკუთხედის ჯამი 180 გრადუსზე ნაკლები იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ფიზიკაში ჩვენ გვაქვს, ეს არის სიმეტრიები. ეს სიმეტრიები ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ფიზიკის კანონების მიხედვით ნებისმიერი შედარხვავის სიდიდე, იქნება ეს ენერგია, მომენტი თუ ასე შემდეგ, უკავშირდება გარკვეულწილად სიმეტრიას. ახლა ჩვენ ვიცით სხვადასხვა ტიპის სიმეტრიები, ერთ-ერთი არის იზოტროპულობა, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრუნვითი სიმეტრია, შეგვიძლია ჩვენ გქონდეს აგრეთვე ღერძული სიმეტრია და ასე შემდეგ. აქ დამხატებზე სწორედ ამ სიმეტრიების სხვადასხვა სახე არის მოყვანილი. რაც საინტერესოა, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში სიმეტრიის ერთ-ერთი გამოვლენა არის ოქროს კვეთა და ეს ნიშნავს, რომ მე თუ გავყოფ ამ კვეთს ორ ნაწილად, არატოლ ნაწილად, დიდი ნაწილი ისევე შეეფარდება მთელს, როგორც მცირე ნაწილი დიდს. გეომეტრიაში შეიძლება დაიწეროს შემდეგი სახით, შეიძლება დაიწეროს შემდეგი სახით და ეს კვეთა დაახლოებით არის 5 გაყოფილი 3-ზე, რაც უდრის 1 წერტილი, აი რიცხვი არის მოყვანილი აქ. საინტერესოა, რომ ოქროს კვეთა გამოიყენება და ხვდებით ყველგან, იქნება ეს მხატვრობა, არქიტექტურა, მუსიკა, აგრეთვე ოქროს წესით ხდება სპირალების განლაგება ჩვენს დნმ-ში და ყველაზე საინტერესოა, რომ პოეზიაშიც, მაგალითად ვეფხვის ტყაოსანი არის დაწერილი უმეტესწილად ოქროს წესის საშუალებით და 1587 სტროფიდან 863 დაწერილია ამ კვეთის საშუალებით, რაც ნიშნავს 5-3-3-3-5, ან 4-4-4. ეს სრული, ესე ვთქვათ, საინტერესოა, რომ ეს ოქროს კვეთა ხდება როგორც გალაქტიკაში, ასტრონომიაში, ხდება ცოცხალ ორგანიზმებში, ვთქვათ, იგივე ადამიანის ადამიანის სხვადასხვა ორგანოს ერთმანეთთან შეფარდებით, ასევე ხდება გრიგალილებში და ასე შემდეგ. ახლა ის რომ ეს სხვა შორის ყველა სასაცილო არის, პირველად გავიგე, არ ვიცოდი, რომ ფეტუსი, ასე ვთქვათ, ჩასახული ბავშვის ზომებიც ძალიან გავს ისეთივე გადაწილება აქვს, როგორც ვთქვათ, იგივე სპირალობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ოქროს კვეთა არა მარტო რაღაც უკავშირდება რაღაც რიცხვებს, არამედ
შეიძლება აქვს კიდევაც მის უკან დგას რაღაც გარკვეული ფიზიკური კანონზომიერებები. შემდეგი კანონი, რომელიც ასევე ყველგან მუშაობს სამყაროში, ეს არის ლორენცის ინვარიანტობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკის კანონები უნდა იყოს დამოუკიდებელი იმისგან, თუ სადგიმყოფები ან როგორ ხდება ამ კანონების გახილვა. აგრეთვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროს თუ გავასაშვალოებთ დიდ მანძილებზე და შევხედავთ, სამყაროს სურათი იქნება იზოტროპული და ერთგვაროვანი, ესე იგი, მაშინ ხდება ძირითადი სიმეტრიების დაცვა. თუმცა არსებობს რაღაც გარკვეული მოსაზრებები, რომ მცირე მასშტაბებში მცირე გადახრა შეიძლება ამ იზოტროპულობისგან არსებობდეს. შემდეგი, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გადვიხილოთ, ცდება ოთხგაზობილებიანი სივრცე დროის. როგორც თქვით, რომ ჩვენ არ გვაქვს აბსოლუტური დრო და ამისი გაგება ძალიან მარტივად შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუშვებთ, რომ სინათლის სიჩქარე არის შეზღუდული, მაშინ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვდგევართ ბაქანზე და ამ ბაქანზე დგას მატარებელი და ჩვენ ვართ ზუსტად ამ მატარებლის შუაში. თუ მატარებლის ორივე მხარედან მოვიდა სიგნალი ჩვენამდე, მოვა ერთდროულად, მაგრამ საკმარისია, რომ მატარებელი დაიძრეს, მაშინ ერთი ბოლოდან და მეორე ბოლოდან მოსული სიგნალი უკვე ერთდროული აღარ იქნება და აი ამ სინქრონობის დარღვევა ხდება იმისთან გამო, რომ ჩვენი სინათლის გადაადგილების სიჩქარე არის შეზღუდული. სიმეტრიის კანონებს აგრეთვე უერთდება ნიუტონის პირველი კანონი, რომელიც ჩვენ გვეუბნება, რომ არსებობს ინერციული ათვლის სისტემები და ეს ათვლის სისტემები ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ კი ან სისტემა უძრავია, ან კიდევ თუ კი ეს მოძრაობა ხდება წრფივად და თანაბრად. აქ ხაზგასმელია სიტყვა წრფივად, რამე თუ როგორც კი მოხდება არაწრფივი მოძრაობა, ჩვენ უკვე ვერ დავარქმევთ ამას თანაბარ მოძრაობას, იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად წრეზე მოძრაობის დროს ჩვენ გვექნება ცენტრისკენული აჩქარება. როგორც თქვით, ამ კანონების გამოყენება პირველად გალილეო გალილეის მიერ მოხდა და მან დაუკავშირა ერთმანეთთან გაჩერებული და მოძრავი სისტემები, თუმცა დაშვება იყო, რომ სინათლის სხივი მოძრაობს მომენტარულად და შესაბამისად სიჩქარეების შეკრების კანონი ზუსტად ისეთივეა, რომელიც თქვენ ისწავლეთ ფიზიკის საწყისებთან ერთად, როდესაც უბრალოდ სიჩქარეები იკრიბება. თუმცა ზუსტად ამ სიჩქარეების შეკრების კანონის საფუძველზე მე-20 საუკუნის დასაწყისში ცდილობდნენ გაეზომათ ეგრეთ წოდებული ეთერი, რომელიც ესე ვთქვათ აბსოლუტურ დროსთან და აბსოლუტურ სივრცესთან იყო დაკავშირებული და დაემთხვა, რომ ესე იგი მაიკლსონ მორლის ექსპერიმენტმა აჩვენა შეუთავსებლობა თეორიულად მიღებულის და რასაც ისინი აკვირდებოდნენ და ამ შეუთავსებლობის ახსნა განხორციელდა აინშტაინის მიერ და მის მიერ უკვე და ლორენცის მიერ შემოყვანილი იქნა ეგრეთ წოდებული ლორენცის გარდაქმნები, რომელიც იმას ნიშნავს, რომ სინათლის სიჩქარე მუდმივია და შეკრება გარკვეული სხვანაირი კანონით მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ შევხედავთ სფეროს და ამ სფეროს დავუწყებთ მოძრაობას, დამკვირვებელი, რომელიც არის გარედან, დაინახავს, რომ სფერო ელიფსოიდად გარდაიქმნება. რაც უფრო დიდი იქნება სიჩქარე, რაც უფრო დაახლოებული იქნება ეს სიჩქარე სინათლის სხივის სიჩქარესთან, მით უფრო დიდი იქნება
ეს გამოწვეული ცვლილება და აქ მოცემულია როგორც დროითი ცვლილებები, ასევე ეს სიგრძითი ცვლილებები. ოდგაზობილებია სამყაროში, ჩვენ უკვე არ შეგვიძლია განვიხილოთ ერთმანეთისგან დაუკავშირებლად დრო და სივრცე და ეგრეთ წოდებული სინათლის ცილინდრის ცნება შემოდის და დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ ის მოვლენა, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირით. ესე იგი, ამ ორ მოვლენას შორის თუ ისინი დაკავშირებულია ერთმანეთთან, არ თუ სხვადასხვა რო ვთქვათ, ერთმანეთთან კორელირებს, მათ შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს დროს გამრავლებული სინათლის სხივის დროზე. აქ, ესე იგი, ჩვენ ვხდებით ეგრეთ წოდებულ ტყუპების პარადოქსსაც, როდესაც თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ იყო ორი ტყუპი, ერთი დარჩა დედამიწაზე და მეორე მოხდა მისი გამგზავრება კოსმოსში, როგორ იქნება მათთვის დროის მიმდინარეობა და ის, რომელიც იმოძრავებს დიდი სიჩქარით და თუ ვთქვათ შეუთანხმდება დედამიწაზე მყოფს, რომ ყოველ ერთ წამში ერთხელ გაუგზავნის სიგნალს, ეს ერთი წამი უკვე აღარ იქნება, არამედ სრულიად სხვა დროითი მონაკვეთი გახდება. სხვა შორის ეს პარადოქსი არის მეცნიერულად დამტკიცებული, როდესაც მაღალ სიჩქარეზე ხდება ობიექტის მოძრაობა და ვთქვათ, მასში ხდება სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ ატომური საათის საშუალებით სხვადასხვანაირი პერიოდის გაზომვა. მეორე რაც არის აგრეთვე უკავშირდება, რომ სასრულია სინათლის სიჩქარე სინათლეზე მიღებულ დოპლერის ეფექტს წარმოადგენს. ხა თქვენ იცით, რომ თუ კი ჩვენსკენ და ჩვენგან მოძრაობს მანქანა და მაგალითად იგივე სასწრაფო დახმარებისა სახადრო მანქანა, ჩვენ შეგვიძლია მიღებული ხმოვანი სიგნალის საშუალებით განვიხილოთ, გშორდება ეს ობიექტი თუ პირიქით გვიახლოვდება და ეს არის ჩვეულებრივი დოპლერის ეფექტი, მაგრამ რომელიც ვრცელდება გერით ტალღებზე. ახლა იგივენაირად, როგორც გერის საშუალებით, თუ კი ჩვენ გვაქვს ობიექტის მოძრაობა, მაშინ ხდება მისი, ესე ვთქვათ, სპექტრის წანაცვლება. რა არის ახლა ეს სპექტრი? თუ ჩვენ ავიღებთ თეთრ შუქს და დავახვედრებთ პრიზმას, მაშინ ხდება ამ შუქის გარდატეხვა და სხვადასხვა ტიპის სიხშირე იქნება შესაბამისი სხვადასხვა ასე ვთქვათ ფერთან და შემდგომ თუ კი ვამოძრავებთ ამ ობიექტს, მოხდება ამ სპექტრის სიხშირეების ერთმანეთთან წანაცვლება. ეს კანონი თუ როგორ ხდება ამ სიხშირეების ერთმანეთთან წანაცვლება, მოცემულია აი ამ მარტივი ფორმულით, სადაც თუ კი ჩვენ ვნახავთ, რომ სიჩქარე არის სასრულო დიდი და უახლოვდება სინათლის სიჩქარეს, ამ შემთხვევაში უბრალოდ გამოგზავნილი სიგნალი ჩვენთან არასოდეს არ მოვა, რაც მას ნიშნავს, რომ პერიოდი გახდება უსასრულო. ზუსტად ეგ ეფექტი გამოიყენება იმისთვის, რომ ჩვენ გავზომოთ მანძილი კოსმოლოგიურ ან ასტრონომიულ ობიექტთან. როგორც თქვით, რომ როდესაც რაკი დრო არის გაპირობებული თუ რა, ესე იგი, ჩვენ ვხედავთ იმ ობიექტს, რომელიც წარსულში არის, რამე თუ ობიექტიდან ჩვენამდე მოსული სხივი სხივის სჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ მოაღწიოს ჩვენამდე. მაგრამ გარდა ამისა ხდება თავად სპექტრის, ესე იგი, მიღებული ფერის შეცვლაც და თუ კი ჩვენ ობიექტი შორდება, მაშინ ხდება გაწითლება და თუ კი ჩვენ wireless caller. What's wrong?
თუ კი ჩვენ ასევე თუ ჩვენ გავაკეთებთ რომ თუ მაგალითად გვიახლოვდება ობიექტი, პირიქით მოხდება ამ სპექტრის გალურჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის თუ ჩვენ ხედავთ, რომ სპექტრები ვარსკვლავების გაწითლებულია, წითელი ბოლოსკენ არის მიმართული, ეს იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავი ჩვენ გშორდება. და თუ პირიქით კიდევ იქნება მისი სპექტრები გალურჯებული. ერთი წუთით არის ტელეფონი. ერთი წამით. გაცრავად. მოდის გიხდით. სწორედ აი ესეთი დაკვირვებების საშუალებით მოხდა დამტკიცება, რომ სამყარო ფართოვდება და კერძოდ რაც უფრო შორს არის ჩვენ გადაშორებული გალაქტიკა, მით უფრო წითელფერში არის გადაადგილებული მისი სპექტრები. ეს წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ჰაბლის კანონს, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი იქნა ედვინ ჰაბლის მიერ და მისგან დამოუკიდებლად ლემეტრის მიერ, რაც ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ სიჩქარე და წითელი წანაცვლების საშუალებით და აგრეთვე სხვა მეთოდებით შეგვიძლია გავზომოთ მანძილი ამ ობიექტამდე და ერთმანეთთან ეგედი პირდაპირ პროპორციულად იქნებიან დაკავშირებული. ხო უნდა ითქვას, რომ თუ კი დღეს ჩვენ საუბრობთ ჰაბლის პარამეტრზე, რომელიც სადღაც 50-დან 100 კილომეტр/წამში მეგაპარსეკით იზომება, პირველადი გაზომვების დროს ჰაბლის მიერ ეს იყო სადღაც 10-ჯერ უფრო მეტი, მაგრამ რამდენიც ამას ჰქონდა რევოლუციური აღმოჩენა, ამ რიცხვით სხვაობას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასაც ხშირად შეცდომას უშვებენ, რომ თავად გალაქტიკა ან ვარსკვლავი ან მზის სისტემა ისინი არ ფართოვდება, ფართოვდება მხოლოდ და მხოლოდ სივრცე გრავიტაციულად არაბმული ობიექტი. ახლა რას ნიშნავს ეს გაფართოება? რამდენიმე სლაიდ წარმოგიდგენთ, რამე თუ ეს ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ჩვენ ავიღებთ კუბს და ამ კუბზე დავატანთ რაღაც წერტილებს და შემდეგ გავწელავთ მის ზომებს, თავად ეს წერტილები არ შეიცვლება, არ გაიწევლება, მაშინ როდესაც სივრცული მონაცემები გაიზრდება. ეს სწორედ არის აი ამ ჰაბლის კანონის illustrația, da, სხვადაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ კი ჩვენ ავიღებთ ცობს, ჩავდებთ ამ ცობში, ვიცი, თხილს მაგალითად და როდესაც ცობი გაფუვდება, თავად თხილის არ შეიცვლება, მაშინ როდესაც თავად ცობი გაიზრდება დროში. საუკეთესო მაგალითი არის ამისი წარმოვიდგინოთ დამაგრებული ბურთზე, გასაბერ ბურთზე გალაქტიკები და გაბერვის შედეგად თავად ბურთის მდგომარეობა გაიზრდება, თუმცა თავად გალაქტიკები არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ წელიწადში რომ ვიყოთ, ეს სულაც არ ნიშნავს ფართოვდება, რომ ჩვენს მიმართ ფართოვდება, ის ფართოვდება მთლიანად. მაგრამ სივრცულად კი არ ხდება მისი გაფართოება, არამედ დროში. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ კოსმოლოგია. აი აქ თუ წარმოვიდგეთ, რომ აქ გვაქვს ჩვენ საწყისი, სამყაროსი, ჯერ იყო პატარა, შემდეგ ხდება მისი, ესე ვთქვათ, გაფართოება ზომაში, მაგრამ ეს გაფართოება არა სივრცეში ხდება, არამედ ხდება დროში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,
რასაც უნდა ასე ვთქვათ დავუკვირდეთ, რაც უნდა მივიჩნიოთ, სხვადასხვანაირად ჩვენ დღევანდელ გაფართოებას ვერ ავხსნით. ახლა გადავიდეთ სხვა საკითხზე, რომ რაც გვაძლევს ამ სამყაროს შესწავლა, არა მარტო საინტერესოა თავად კოსმოლოგიისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფიზიკის კანონის შესასწავლად. თქვენ აი წინა ლექცია გქონდათ ბატონი მიხეილ მაზიაშვილის მიერ, რომელმაც ისაუბრა კვანტურ მექანიკაზე და მე შემიძლია ვთქვა, რომ კოსმოლოგია პირდაპირ უკავშირდება მაღალი ენერგიების ფიზიკას და საშუალებას გვაძლევს საიმისოდ, რომ ჩვენ განვიხილოთ თუ რამდენად სწორი არის დაშვებები, რომელიც არის ეგრეთ წოდებულ სტანდარტულ მოდელში. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტულ მოდელში მიღებული იქნა ექსპერიმენტალურად ჰიგსის ნაწილაკი, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამ სტანდარტულ მოდელს გააჩნია თავისი სირთულეები, კერძოდ მაგალითად ჩვენ არ შეგვიძლია ახსნათ სტანდარტული მოდელის ფარგლებში, თუ რატო გვაქვს ჩვენ მატერია უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ანტიმატერია. ეს არის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი შეკითხვა, რომლის გაცემაც არ შეუძლია სტანდარტულ მოდელს. აგრეთვე ჩვენ არ ვიცით, რას წარმოადგენს ის ბნელი მატერია, რომელიც გვაქვს დამზერილი გალაქტიკებში და ვიმედოვნებ, რომ თქვენ გახსოვთ, რომ ბნელ ენერგიაზე და ბნელ მატერიაზე უკვე გესაუბრებოდნენ. თავად ამ სამყაროს შესწავლა ხდება ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით და ელექტრომაგნიტური ტალღების სპექტრი გადაჭიმულია 22 თანრიგზე, იმის და მიხედვით, თუ როგორია სიხშირე, დედამიწის ატმოსფერო ამ სხივებისთვის ან იქნება გამავალი, ან არა. მაგალითად, გამა სხივებისთვის გამავალი არ არის, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ ვიარსებოთ და თუ ჩვენ გვინდა რაღაცა ობიექტს დავაკვირდეთ გამა სხივებში, ამისთვის საჭიროა თანამგზავრული ასტროფიზიკა. ასევე თქვა დედამიწაზე შეიძლება მოხდეს რადიო ტალღებით დაკვირვება, ეს არის დიდი რადიო ტელესკოპები და აგრეთვე ვთქვათ მიკროტალღოვანი ფონის დაკვირვებაც შეიძლება და ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, რაც ჩვენ რასაც სინათლეს უწოდებთ, ეს არის ის ხილული ვთქვათ სპექტრი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო ზოლს წარმოადგენს მთლიან ამ სპექტრში. ახლა შევეკითხოთ ესეთი რაღაცა, რამდენად შორს შეგვიძლია დავინახოთ. წარმოვიდგინოთ ისა უკაცრავად რამე მკითხეთ თუ ეს უბრალოდ გესმით ხო ჩემი? დიახ, შეკითხვა მგონი არ ყოფილა აქ. კარგი. ესე იგი, როგორ წარმოვიდგინოთ, ახლა რამდენად შორს შეგვიძლია დავინახოთ, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვაქვს უსასრულო ტექნოლოგია, რომელიც დაგვანახებს ყველაზე უფრო დაშორებულ ობიექტს. მაგრამ როგორც თქვენ ხა მოისმინეთ კვანტური მექანიკის თვალსაზრისით, არსებობს ურთიერთქმედებები და რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე ვიმყოფებით ჩვენ, მით უფრო ხდება სხვადასხვა ურთიერთქმედების გაერთიანება და კერძოდ ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება, რაც სხვადასხვა რომ ვთქვათ, ელექტრომაგნიტური ტალღები არის ბმული უკვე როგორც სუსტ, ასევე ძლიერ ურთიერთქმედებასთან და შესაბამისად სინათლე ვერ იმოძრავებს თავისუფლად და ეს იგივე არის, რომ მაღალ ტემპერატურაზე დავინახოთ სამყარო, როგორც დავინახოთ თქვათ ღრუბელში. რატომ ვერ ხედავთ ჩვენ სინათლეს ღრუბლის იქით? იმიტომ რომ ხდება სინათლის ურთიერთქმედება ღრუბლის ნაწილაკებთან. ზუსტად ასეთივე გვაქვს ჩვენ ურთიერთქმედება სამყაროშიც მაღალ ტემპერატურაზე. ესე იგი, როგორც ჩვენ ვთქვით, სამყარო ფართოვდება. ესე იგი, თუ ჩვენ დაუბრუნდებით წარსულს,
მაშინ სამყარო იყო უფრო მკვრივი, შესაბამისად რა კი უფრო მკვრივი იყო, ქონდა მაღალი ტემპერატურა და ამაღალი ტემპერატურის დროს ხდებოდა სინათლის, ანუ ელექტრომაგნიტური ტალღების ურთიერთქმედება სხვა ნაწილაკებთან იქნებოდა და შესაბამისად ამ პერიოდში ჩვენ უბრალოდ ვერ დავიდახავდით. მას შემდეგ რაც სამყარო იწყებს გაციებას და გცირდება, იმიტომ რომ ფართოვდება, ამ მხრივ მოხდება ტემპერატურის დაცემა და სინათლე უკვე იქნება დამოუკიდებლად დაიწყებს მოძრაობა სხვა ესე იგი სხვა ურთიერთქმედებისგან იქნება დამოუკიდებელი. ეს ესე ვთქვათ, აღმოჩენილი იყო ექსპერიმენტალურად 1965 წელს, მიუხედავად იმისა, რომ 50 წლით ადრე მოხდა ამისი თეორიული წინასწარმეტყველება და აი აქაც მინდა ხაზი გაუსვა. ძალიან ხშირად ჩვენ ვხვდებით საუბარს იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ფუნდამენტალური ფიზიკა, რამდენად გვჭირდება ჩვენ საერთოდ ეს დაკვირვებები, საერთოდ რაში გვაინტერესებს როგორი იყო სამყარო ადრინდელ ეპოქაში. უნდა ვთქვათ, რომ ეს მეცნიერი, პეზიასი და მილსონი, ისინი არ იყვნენ ფიზიკოსები, ისინი იყვნენ მუშაობდნენ სატელეფონო კომპანიასთან და ქმნიდნენ, ესე ვთქვათ, რადიო ტელეფონებს, რომლებიც დღეს ესე ვთქვათ, ყველასთვის ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ იმ დროს ბუნებრივია არ არსებობდა არა wireless, ესე იგი ტელეფონები, რადიო ტელეფონები, რომელიც ესე ვთქვათ, იქნებოდა შესაძლებელი და მათ აღმოაჩინეს, რომ ყველა მიმართულებიდან მოდიოდა მათთან სიგნალი და რამდენიც ორივენი იყვნენ ძალიან კარგად განათლებული ინჟინრები, ისინი მიხვდნენ, რომ საუბარი იყო ამ დარჩენილ გამოსხივებაზე, დარჩენილს უწოდებ იმიტომ, რომ ვთქვათ, როდესაც ფოტონები უკვე მოწყდა სხვა ნივთიერებას, ეს ფონი უკვე უნდა ყოფილიყო შედარჩუნებული და ამ ფონის ტემპერატურა დღესდღეობით არის სადღაც -270 ცელსიუსი, ანუ 3 კელვინი და პრაქტიკულად უახლოვდება აბსოლუტურ ნულს, აბსოლუტური ნული არის ცელსიუსში -273. ესე იგი, როდესაც ისინი დააკვირდნენ თავისი, ესე ვთქვათ, რადიო მიმღებებით, ჩვენ მათ მიიღეს ასეთი ტიპის გამოსახულება, რუკა, რომელიც შეიძლება ესე დავარქვათ, შუაში ზოლი, ეს არის ჩვენი გალაქტიკის მიღებული ზოლი და 1978 წელს გაიცა მათზე ნობელის პრემია აღმოჩენისთვის, რომელიც გვეუბნება, რომ ეს არის ის სურათი, როდესაც სამყარო 380,000 წლის იყო, მაშინ როდესაც დღევანდელი ასაკის სამყაროსი არის 13 მილიარდი წელი. ხა ამათი მოკლე ისტორია იყო, ესე იგი 1962 წელს გაშვებული იყო პირველი თანამგზავრი, შემდეგ 89 წლიდან 93 წლამდე მოხდა კობის გაშვება და კობი იმითი არის აღსანიშნავი, რომ მან შეძლო დაეფიქსირებინა პატარა ფლუქტუაციები 2001-დან 2010-მდე მოქმედებდა დაბიუმები და ბოლოს ეს არის 2013-ში დასრულებული ექსპერიმენტი პლანკი, რომელიც გვაძლევს ყველაზე უფრო ზუსტ სურათს, თუ როგორი იყო სამყარო იმ მომენტში, როდესაც ფოტონები მოწყდა სხვა გარემოს, სხვა პლაზმას, სხვა იონიზებულ პლაზმას და შესაძლებელი გახდა უკვე ნეიტრალური ატომების წარმოქმნა და შესაბამისად ამ ეპოქას ხშირად უწოდებენ რეკომბინაციის ეპოქას. ზოგჯერ ამბობენ ბოლო გაბდევის ეპოქა. ბოლო გაბდევის, იმიტომ რომ ეს იყო ის ზედაპირი, დროითი ზედაპირი, როდესაც მოხდა ფოტონების განცალება სხვა ნივთიერებისგან. ახლა რომ წარმოვიდგინოთ ეს, თუ როგორ იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დღევანდელი დღე,
ხედავთ ალბათ. შემდეგ, როდესაც ფოტონები გამოეყო სხვა ნივთიერებას, იწყება ეგრეთ წოდებული ბნელი ეპოქა. რატომ არის ბნელი? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნეიტრალური გარემო და გამოსხივება კიდევ არის ელექტრომაგნიტური ტალღები და აუცილებელია იყოს მისი იონიზაცია საჭირო, მაგრამ მერე იქმნება პირველადი ვარსკვლავები, ფეთქდება, ფეთქების შედეგად გამოიყოფა ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც იმდენად დიდია, რომ შეუძლია გარემოს იონიზება და ამას ქვია უკვე რიონიზაციის ეპოქა და სწორედ ამ ეტაპზე უკვე ჩვენ შეგვიძლია კვლავ ნათის სამყაროს დანახვა. ვისაუბროთ ამ მიკროტალღოვან ფონზე და დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელზედაც ჩვენ საუბრობდით, თუ როგორ შეიძლება იყოს, რომ დაშორებული ობიექტი არის ჩვენთან 33 მილიარდი წლით, მაშინ როდესაც სამყაროს ასაკი არის 14 მილიარდ წელიწადზე უფრო ნაკლები. როგორც ვთქვი, ეს არის ყველაზე უფრო ზუსტი სურათი. პრაქტიკულად წარმოიდგინეთ, რომ ამას ზოგჯერ ეწოდებენ baby universe, ესე იგი ახლად შობილ სამყაროს, თუმცა ეს კი არის ადრეული სამყარო, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ უფრო ძალიან ადრეულ სამყაროზეც. ჩვენ ხედავთ, რომ არის სხვადასხვა ფერებით მოცემული, სხვადასხვა ფერები წარმოადგენს იმ ასე ვთქვათ, გადანაწილებას ტემპერატურის, ის გასაშვალოებულად არის დღევანდელი 3 გრადუსი, მაგრამ პატარა გადახრები არსებობს. და ეს ფლუქტუაციები ტემპერატურაში უკავშირდება იმ დროს არსებულ მცირე შეშფოთებებს. შემდეგ ეს შეშფოთებები იზრდება და ამ შეშფოთებების ფარგლებში წარმოიქმნება უკვე დღევანდელი დამზერილი სტრუქტურა. იქ სადაც ლურჯი არის, ეს არის დაბალტემპერატურული არე, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო წითელი იქნება ეს არეები. სამყაროს ზომას, რაზეც ჩვენ ესე ვთქვათ საუბრობთ. რას ნიშნავს სამყაროს ზომა? სამყაროს ზომა ეს არის შეგვიძლია მივიღოთ ეს ზომა იმითი თუ დახავთ თუ რა სიჩქარით სამყარო ესე ვთქვათ ფართოვდება. და როგორც ვთქვით, რომ ეს ზომა არის 13.8 მილიარდი წლის, მაშინ, როდესაც დაშორებული ობიექტი გაცილებით უფრო დიდ მანძილზეა ჩვენგან. ესე იგი, ამითი შეგვიძლია აი ამ ნახატზე, სხვა შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული შეცდომა, რომელსაც არა მარტო სტუდენტი ან მოსწავლე უშვებს, ხშირ შემთხვევაში მეცნიერებიც კი უშვებენ ამ შეცდომას. ესე იგი, ჩვენ გვაქვს დასაწყისიდან დღემდე დროითი მანძილი არის 13 მილიარდი წელი, მაგრამ თუ კი ჩვენ ჩავთვლით, რომ საწყისად ხდებოდა სამყაროს გაფართოება არა ჩვეულებრივი წრფივი კანონით, არამედ ექსპონენციალურად, რასაც ინფლაცია ეწოდება, მაშინ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ კვეთა ამ რადიუსის იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე დროის მანძილი, რომელმაც გაიარა ჩვენამდე. არსებობს აგრეთვე მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შესწავლილი სამყაროში ამ კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის საშუალებით, ბევრი აუხსნელი შეკითხვაც არის. კერძოდ, მაგალითად, აუხსნელია თუ რატომ ხდება, რომ დიდ მასშტაბებზე ჩვენ გვაკლია, ესე ვთქვათ, სიმძლავრე ამ ტემპერატურული ფლუქტუაციების, ან ის თუ საიდან მოდის უაღრესად დაბალი ტემპერატურა, რომელსაც ეგრეთ წოდებული ცივი წერტილი ეწოდება. გარდა ამისა, ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ მიკროტალღოვანის გამოსხივების პოლარიზაცია და ეს პოლარიზაცია მოგცემს საშუალებას ვისაუბროთ თუ რამდენად ახალ ფიზიკასთან გვაქვს საქმე.
თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოდები მოწყდა სხვა ნივთიერებას, მაგრამ გავრცელების დროს მოხდა ამ ფონის დამახინჯება და აი აქ არის მოცემული სქემატურად თუ რა ტიპის ურთიერთქმედებებია ამახინჯებდა, ესე იგი ფაქტია, რომ ეს ელექტრომაგნიტური ტალღები ვრცელდება სამყაროში და სამყაროში ჩვენ გვაქვს სხვადასხვანაირი ეფექტი, რომელმაც შეიძლება მისი ესე ვთქვათ დამახინჯება გამოიწვიოს და განსაკუთრებით კიდე დამახინჯება ხდება ირმის დახდობის საშუალებით. პრაქტიკულად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაკვირდებით კოსმოსურ მიკროტალღოვას ფონს აი აქ მოცემული სახით და უკვე მონაცემთან დამუშავების საშუალებით ხდება ამისი გასუფთავება და ვღებულობთ რელіктური ფონის უკვე გასუფთავებულ სურათს. ბუნებრივი ამ გასუფთავებასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა და შესაძლებელია რომ თქვათ ჩვენ ჩავთვალოთ რომ ვაკვირდებით ახალ ფიზიკას, მაშინ როდესაც საუბარი არის ჩვენი მაგალითად ირმის ნახტომით გამოწვეულ ტვერზე და უნდა აღინიშნოს რომ ზუსტად ასეთი შეცდომა იყო დაშვებული. აი აქ არის დაჩვენები 2013 წლის განმავლობაში შესწავლილი მიკროტალღოვანი ფონის პოლარიზაცია, რომელიც ჩათვლილი იყო რომ აქვს კოსმოლოგიური წარმოშობა, მაშინ როდესაც აღმოჩნდა რომ განპირობებული არის მხოლოდ და მხოლოდ ტვრით, რომელიც არსებობს ჩვენს ირმის ნახტომში. ამდენად თუ ჩვენ გვინდა შევისწავლოთ ზუსტად ესე ვთქვათ სამყარო, ამისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო ესე ვთქვათ სუფთა ექსპერიმენტი, ისეთი რომელიც სამყაროს ისტორიის განმავლობაში არ მოხდება მისი ესე ვთქვათ დამახინჯება და ასეთი არის გრავიტაციული ტალღები და რატო გრავიტაციული ტალღები? იმიტომ რომ ეს გრავიტაციული ტალღები ვრცელდება თავისუფლად განსხვავებით ფოტოდებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ ნივთიერებასთან. დღევანდელ დღეს ხშირად კოსმოლოგიის ოქროს ხანას უწოდებენ, რა კი ჩვენ გვაქვს განსაზღვრული დაკვირვებების სადღაც 1% სიზუსტით, თუმცა 96% თეორიულად არის გაურკვეველი თუ რა არის ეგრეთ წოდებული ბნელი სამყარო. მაგრამ აი იგივე აი ამ ჩვენ რაზეც საუბრობდით გაფართოების ეფექტზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დღევანდელი დაკვირვებების საფუძველზე ჩანს რომ სამყარო გაცილებით უფრო სწრაფად ფართოვდებოდა საწყის ეტაპზე, მაშინ როდესაც მისი ტემპერატურა იყო მაღალი და ზუსტად აი ამ ტემპერატურებზე არის ყველაზე უფრო საინტერესო სამყაროს შესწავლა იმისთვის, რომ ვნახოთ თუ არსებობს გადახრა სტანდარტული მოდელისგან და თუ როგორი ტიპის გადახრა იქნებოდა. აი აქ არის მოცემული სამყაროს ძალიან ადრეული სამყაროს სურათი და ალბათ წინა ლექციაზე თქვენ უკვე ისაუბრეთ განუსხვრელობის პრინციპზე და როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით პლანკის ზომას, პლანკის ენერგიის ნიშნულს ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოვიყენებთ ჩვენთვის ცნობილი ფუნდამენტალური ფიზიკის კანონებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მივუყენოთ კვანტური მექანიკა თუნდაც და უფრო ჩვენ გვჭირდება გადვიხილოთ ის ეპოქა, როდესაც სავარაუდოდ გრავიტაცია გაერთიანებული იყო სხვა ურთიერთქმედებასთან და ეგრეთ წოდებული კვანტური გრავიტაციის განხილვა არის საჭირო და ამის საშუალებას ჩვენ ესე ვთქვათ მოგვცემს უკვე უფრო ზუსტი ადრეული სამყაროს დაკვირვებები და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეულწილად შეკითხვები, რომლებსაც დღეს ჩვენ პასუხი არ აგვაქვს. ერთ-ერთი ესეთი შეკითხვა არის,
თუ რატო ვარსებობთ ჩვენ იმ დროს, როდესაც ფარული ენერგიის და ფარული მასის სიმკვრივე პრაქტიკულად ერთმანეთის ტოლია, მაშინ როდესაც თუ ვიტყვით, რომ ენერგია არის დროში, ფარული ენერგია დროში მოდმივი, კოსმოლოგიური ბუდმივა და ფარული მატერია კიდევ არის დროზე დამოკიდებული თავისი სიმკვრივით, შესაბამისად, რატო მოხდა, რომ ჩვენ ვარსებობთ იმ პერიოდში, როდესაც მოხდა მათი კვეთა. შემდეგი უპასუხო შეკითხვა არის, როგორც უკვე აღნიშნე, თუ რატომ არის მატერია უფრო მეტი ვიდრე ანტიმატერია და ყველაზე უფრო საინტერესო არის, რატომ შეგვიძლია ჩვენ გავაერთიანოთ სამი ძლიერი სუსტი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება, მაშინ როდესაც გრავიტაცია არის განსხვავებული. ესე იგი, ერთადერთი ახსნა, რომელიც შეგვიძლია ჩვენ აქ მივიჩნიოთ, რომ უნდა იყოს რაღაცა გარკვეული ახალი ფიზიკა და აი ამ ახალი ფიზიკას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც აისბერგი. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ფარდობითობის თეორია, მეორეს მხრივ ნაწილაკთა ფარდობითობის თეორია და ისინი აუცილებლად გარკვეულწილად უნდა იყვნენ ერთმანეთთან დამოკიდებული. და სწორედ აი ამისი ახსნა შესაძლებელი იქნება კოსმოლოგიური დაკვირვებების საფუძველზე იმ ადრეული სამყაროსი. რატომ ადრეული სამყაროსი? ესე იგი, დღესდღეობით რაც კი შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ, უმაღლესი ენერგიები არის 14 ტერაელექტროვოლტი, მაშინ როდესაც პლანკის ენერგია სადღაც 10-19 გიგაელექტრონვოლტია და ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ თუ რამდენად არის სხვადასხვა ეს მნიშვნელობები. გარდა ამისა, ერთ-ერთი აუხსნელი მოვლენა არის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სამყარო აჩქარებით ფართოვდება დღეს, თუმცა არ ვიცით ამ აჩქარების გამოწვეული მიზეზი. იქნებ ეს აჩქარებული გაფართოება, ასე ვთქვათ, არ არის დაკავშირებული ფარულ ენერგიასთან, მაგრამ დაკავშირებულია იმასთან, რომ გრავიტაციის კანონი სხვადასხვანაირად იმოქმედებს კოსმოლოგიურ მასშტაბებზე. ყველაფერ ამაზე პასუხის გაცემა, მათ შორის აი ამ კოსმოლოგიური კონსტანტის მუდმივას სირთულე შეიძლება გადაწყვეტილი იქნას გრავიტაციული ტალღების მეშვეობით. რატო გრავიტაციული ტალღები? რადგანაც ისინი თავისუფლად ვრცელდება და პრაქტიკულად მათზე გავლენა არ აქვს არანაირად ნივთიერებას, რომელიც არის სამყაროში განაწილებული. თავად გრავიტაციული ტალღების ძიება არის საკმარისად რთული პროცესი, აქ მოცემულია ისტორიულად, თუ რამდენად დიდხანს გრძელდებოდა, სადღაც 100 წლის განმავლობაში და მხოლოდ 10 წლის წინ, 2015 წელს მოხდა მათი დეტექტირება. ისევე როგორც ელექტრომაგნიტური ტალღები, გრავიტაციული ტალღებიც გაჭიმულია 22 თადრიგზე სიხშირით, მაგრამ რასაკვირველია, ეს სიხშირეები განსხვავებულია, სრულიად განსხვავებულია ელექტრომაგნიტური სიხშირეებისგან. რამდენიმე აი აქ არის მოცემული, როგორ შეგვიძლია შევისწავლოთ. პირველი არის ყველაზე უფრო, ესე ვთქვათ, ადვილი ვისახვედრი, ის რაც განხორციელდა 10 წლის წინ დედამიწაზე მყოფი ground-based ინტერფერომეტრებით, ზუსტად იგივე პრინციპით არის აგებული, როგორც ეს იყო გაკეთებული სინათლის სიჩქარის გაზომვისთვის მაიკელსონ-მორლის ექსპერიმენტის საშუალებით. ეს იყო LIGO-ს კოლაბორაცია, რომელიც დღესდღეობით არის LIGO-Virgo-Cargo კოლაბორაცია და ფარავს მხოლოდ და მხოლოდ აი აქ უკიდურეს მარჯვენა მხარეს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ სამყაროს ადრეული ეპოქები, სავარაუდოდ საჭიროა ეს ზღვარი გადავწიოთ უფრო მაღალ სიხშირეებზე. დაგეგმილი არის ეგრეთ წოდებული space-based interferometry, როდესაც მხარის საშუალებით გამოყენებული იქნება თავად დედამიწის ორბიტა
და თუ ყველაფერი იქნება ნორმალურად 10 წლის შემდეგ ეს თანამგზავრი იქნება გაშვებული, უკვე შემოწმებები არის გაკეთებული და შესაბამისად იმედოვნებ რომ მიუხედავად იმისა რომ აი საკმარისად გართულებულია დღესდღეობით დაფინანსების მოპოვება ეს პროექტი განხორციელდება და შემდეგი არის ეგრეთ წოდებული პულსარების დროითი სიგნალებით გაკეთებული გაახილვა ეს იმას ნიშნავს რომ არსებობს მილიწამიანი პულსარები ზუსტად ხდება მათი ესე ვთქვათ განსაზღვრა მათი მოსული სიგნალის და თუ მათსა და ჩვენ შორის ხდება შეშფოთება მანძილის გრავიტაციული ტალღის საშუალებით შესაბამისად მოხდება სიგნალის დამახინჯებაც და თუ კი ეს სიგნალის დამახინჯება კორელირებადი იქნება ორ აბსოლუტურად სხვადასხვა პულსარის შემთხვევაში, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ეგრეთ წოდებულ სტოქასტურ გრავიტაციულ ტალღებზე ფონზე, რომელიც მოდის ყველა მიმართულებით და ზუსტად ეს აღმოჩენილი იქნა რაღაც 5 წლის წინ. ჯერ შეერთებულ შტატებში დღესდღეობით დამტკიცებული იყო როგორც იდური პულს PTA-ით, ასევე ევროპულითაც. მე რამდენად ეს არის ყველაზე უფრო ესე ვთქვათ, ჩემთვის უფრო ახლო თემატიკა, მინდა ცოტა უფრო ესე ვთქვათ დაწვრილებით ვისაუბრო ამ თემაზე. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მარტო 68 პულსარი, ამ 68 პულსარის დაკვირვება მიმდინარეობდა 15 წლის განმავლობაში და შესაბამისად ამ დაკვირვების საფუძველზე 15 წელი ზუსტად ის ზღვარი არის, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია განვარტოთ თუ რა სიხშირეზე დაკვირვება ჩვენ შეგვიძლია. რას ნიშნავს ეს პულსარების რადიო დაკვირვებები არის ესეთი წყება რადიო ტელესკოპების და თუ კი ცაზე არის ერთმანეთთან ორი დაუკავშირებელი ერთმანეთთან პულსარი, მაგრამ მათ შორის მიღებული სიგნალები ერთმანეთთან კორელირებს, ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ხდება ამ ასე ვთქვათ ზუსტად, ესე იგი, შეგვიძლია დავუშვათ, რომ ხდება რაღაც გრავიტაციული ტალღებით ერთიანი შეშფოთება მიღებული სიგნალის. ეს შეიძლება დაიხატოს თეორიული მრუდი, ამას ქვია ჰელინგ-დაუნის მრუდი, ხოლო აი ეს წერტილები კიდე აღნიშნავენ დაკვირვებით მონაცემებს, ხშირად ამას სხვადასხვა კიდე ვიოლინოებსაც უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, რომ ეს სიგნალი იქნება უფრო განპირობებული ასტროფიზიკული მოვლენით, როგორიცაა ზემასიური შავი ხვრელების ერთმანეთთან დაჯახება, არ არის გამორიცხული, რომ ეს სიგნალი გამოწვეული იყოს აგრეთვე ადრეული კოსმოლოგიით და კოსმოლოგიური ბუნება ქონდეს და შესაბამისად ხდება სხვადასხვადაირი შესაძლებლობის განხილვა, ეს შეიძლება იყოს როგორც ინფლაციური, ესე იგი ყველაზე უფრო ადრინდელ ეპოქაში მიღებული, ან შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული კოსმოლოგიური ფაზური გადასვლების დროს. ეს კოსმოლოგიური ფაზური გადასვლები რაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს საერთოდ ფაზური გადასვლა. ფაზური გადასვლა ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, მაგალითად, როგორიც არის დუღილი. ესე იგი, ჩვენ გვაქვს სითხე და შემდეგ ხდება ამ სითხის გაზომვრივ მდგომარეობაში გადასვლა. დუღილს თუ შევატარებთ, ზუსტად იგივე დუღილი შესაძლებელი იქნება, რომ იყოს სამყაროშიც, კერძოდ ჩვენ შეგვიძლია გვიჩნდება ეგრეთ წოდებული bubbles, ბუშტები, ეს ბუშტები ერთმანეთს ეჯახებიან და შესაბამისად რა კი ხდება ეს დაჯახებები შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე გრავიტაციული ტალღების
გენერირებაც და ეს წარმოადგენს ჩემთვის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე უფრო, ესე ვთქვათ, თემატურად ახლო პროცესს, რომელზეც, ესე ვთქვათ, ჩემი სტუდენტებიც მუშაობენ და ისინი საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენ შევზღუდოთ ამ დაკვირვებების საშუალებით, შევზღუდოთ აგრეთვე ის ახალი ფიზიკის მოდელები, მაგალითად მე პირადად ვმუშაობ და ჩემი სტუდენტების ისოთ რომ შეზღუდვა იქნას მაგალითად მასიური გრავიტაცია, რომელიც შესაძლებელია ახსნა იყოს დღევანდელი ფარული ენერგიის დაცვლად გამოყენებული და ახსნას დღევანდელი აჩქარებული გაფართოება. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავად სიგნალი არის დაუმოხიჭებელი, არის თუ არა ეს კოსმოლოგიური თუ ასტროფიზიკული სიგნალი, ეს უკვე სხვა საკითხია, რაც ასევე განსაკუთრებულად დამოუკიდებელ შესწავლას მოითხოვს და პრაქტიკულად ამითი მე მინდა მოვჩე და უფრო მეტი დრო დაგითმოთ შეკითხვებისთვის და თუ შეკითხვები არ გაქვთ, მაშინ უფრო რომელიღაცა დღესდღეობით რაზეც ვისაუბრე, იმაზე უფრო დაწვრილებით შემეძლება საუბარი. მადლობთ. ასე რომ ველოდებით თქვენ შეკითხვებს. შეკითხვები თუ არის, შეგიძლიათ დასვათ. მოგესალმებით. შეკითხვა ნამდვილად არ მაქვს. ძალიან ვისიამოვნე ქალბატონო თინა. მე გახლავართ საჩხერის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი და თვალ ჩემი მოსწავლეები წარსდგებიან მობილიზაციაზე. დიახ. დიდი მადლობა თქვენი. ძალიან ვისიამოვნე, ძალიან საინტერესო თემები იყო განხილული და მადლობა თქვენ. გაიხარეთ. მადლობთ. ხო, შეკითხვა თუ არ არის, მაშინ შეგვიძლია დავასრულოთ. დიდი მადლობა და სასიამოვნო დღეს გისურვებთ და წარმატებით ხვალინდელ კონფერენციას. თქვენც ასევე ნახვამდის. ნახვამდის.